სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი აი დასრულდა ორი ზაფხულის მარხვიდან ერთ-ერთი და ამ დღეს მარხვის დასასრულს ეკლესია ჩვენი სრულიად სამართლმადიდებლო განადიდებს მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს განსხვავებული ცხოვრების წესი ჰქონდათ, განსხვავებულად შეუდგნენ უფალ ღმერთს. ერთი მოციქული იყო და მას მისდევდა და მეორე მდევნელი იყო, მაგრამ ორივე უფალმა აღამაღლა. ერთი გალილეის ტბასთან გაიზარდა და მეთევზე იყო უბრალო. მეორე მოციქული პავლე დიდებულ ქალაქ ტარსუში გაიზარდა, საოცრად განათლებული იყო, მოდგმით დღევანდელი ტერმინით რო ვთქვათ, არისტოკრატი იყო, ჯულისცოდნე იყო, ფილოსოფოსი იყო. პეტრე მოციქული უბრალო ადამიანი იყო. ორი გზა უფალთან მისასვლელი, გულის სიწმინდის, უბრალოების, თამდაბლობის გზა და არის განათლების გზა, აზროვნების გზა. ერთი ამის სახე იყო და მეორე მეორისა. ერთი უბრალოებისა წმინდისა და მეორე დიდი განათლებისა. წმინდა იოანე ოქროპირი ესენი იყვნენ ეკლესიის ორი თვალიო, რომელიც სოფლიოს უნათებს ქრისტესკენ მიმავალ გზას. საოცარი ცხოვრები იყვნენ ეს დიდი და დიდებული მოციქულები პეტრე და პავლე. ებრაელთა მოდგმაში გალილეის ხარեց ბეთსაიდაში დაიბადა პეტრე. დაოჯახებული იყო, ცოლიც ჰყავდა და შვილიც. მისი სიდედრის განკურნება მოხმობილი სახარებაში, რომ დაუძახა უფალმა და რომ გაიგო უფალი. გაჰყვა მას და აღარა განშორებია მას მოციქული პეტრე. ერთგულებდა უფალს. ყველაზე დიდი და საოცარი სასწაულები მან იხილა. და უფალი კითხულობს დღეს წავიკითხეთ სახარებაში, რომ ხალხსო ვინ გონი ვარო მეო? და ზოგმა თქვა, რომ იოან ნათლისმცემელია, ზოგმა იერემია და ზოგმა ილია და ზოგმა სხვა წინასწარმეტყველი გონი ხარ თუ? და პეტრე მოციქულმა აღიმაღლა ხრმა და უთხრა, რომ ის იყო ქრისტე, ძე ღვთისა მაღლისა. და უფალმა უთხრა, რომ ეს სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადა, არამედ უზენაესმა ღმერთმა მისი სული სიღრმე ნახა პეტრე მოციქულისა და გაუცხადა, ვინ იყო ქრისტე, რომელიც ხორცში მოსული ღმერთი იყო, რომ ის იყო ძე ღვთისა. და პეტრე მოციქულს უთხრა, რომ შენ ხარ კლდე და ამა კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო. იცოდა უფალმა, რომ მოვიდოდა დრო, ზურგში აქცევდა მოციქული პეტრე, უარყოფდა მას სამგზის, მაგრამ მისი გულიც იცოდა, მისი დიდი სინანულიც იცოდა. და ამიტომ უფალი ამას უმატებს, რომ მის რწმენაზე ეკლესია დაფუძნდება და ჯოჯოხეთის ბჭები ვერ მოერევიან და ამატებს, რომ სასუფეულის კლიტენი გასაღებები ჩამიბარებია შენთვისო. ვინც შეკრა შეიკრება და ვინც გახსნა გაიხსნება, ვისაც მიეტება და ვისაც არა და არა. აი როგორი დიდი რამისა, აი ამ ხურვალემ გზნებარე ემოციურ, ესე იგი ადამიანს უფალმა ღმერთმა გულთან ხილავმა. და იცით, რომ პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი და ფილონ ალექსანდრიელი გადმოგცემს ეს ძველი ეკლესიის მამა, რომ როგორც ცნობილია, პეტრე მოციქულიო აღდგებოდა ღამე, მამალი ღამე სამჯერ ყივის, გაახსენდებოდა ის, რომ უფლის სამჯერ უარყოფა რომ მოხდა კაიაფა მღვდელმთავრის ეზოში, სახლის სიახლოვეს. მამალმა იყილა და გაახსენდა, რომ უფალმა უთხრა, ვიდრე ქათმის ხმობამდე სამგზის უარ მყოფოდა, ადგებოდა და ტიროდა თვალები ჰქონდა, ესე იგი დასისხლიანებული და ღარები ჰქონდა მის ლოყებს, ღაწვებს
ცრემლებისაგან სისხლი და ცრემლი ერთ ურცერეო და ისე ინანიებდა რომ უფალი ვარყავიო. დღევანდელი დღე ამას გვასწავლის რომ ყველა შეიძლება ჩავარდეს ცოდვაში, ნებისმიერი ადამიანი ჩინიანი და უჩინო. მეფე და მთავარი გლეხი იქნება თუ გაუნათლებელი თუ განათლებული, სასულიერო თუ არასასულიერო, ყველა შეიძლება ცოდვაში ჩავარდეს. მაგრამ პეტრეს სინანულია საჭირო, მოგმადლე უფალო. პეტრეს ცრემლი არის საჭირო. თავი გახდა ეკლესიისა, სასუფეულის კლიტენი ჩაიბარა. უფალმა სამგზის უარმყოფელს სამჯერ შეეკითხა, გიყვარ მეაო? და სამჯერო უპასუხა, ბოლოს მესამედ უთხრა, უფალო, შენ ყოველი უწყი და შენ ყოველი იცი, რამე თუ მიყვარშე. მოციქულთა ხარისხში ისევ აღდგა მოციქული პეტრე. ამ ეს მარხვა გვასწავლის, რომ სინანულით შეიძლება ადამიანმა დაიბრუნოს მადლი, როგორც პეტრე მოციქულმა მოციქულობა დაიბრუნა სინანულის გამო და არ ჩავარდა სასოწარკვეთილებაში. უფლის მოწყალების უფსკრუს ვერ ამოავსებ შენი ცოდვა. იმედი ჰქონდა, სასოება ჰქონდა უფლისა. და უფალი მის გულს ხედავდა. შეცდომა ყველა შეიძლება მოუვიდეს. და პავლე მოციქული წიგნობარი იყო, ებრაელი იყო, სჯულით გაზრდილი, გამოძიებული ჰქონდა სჯული და ეგონა რომ შეცდომილობა იყო ახალი ეკლესია, ახალი სწავლება. დევნიდა მათ სტეფანე მოციქულს, პირველ დიაკონს რო ქოლავდნენ, იქ იდგა მხარს უჭერდა მის ჩაქოლვას და იმათ დასაცმელებს ყარაულობდა, ვინც მას ქოლავდა. მიდიოდა დამასკოში, დღესაც იერუსალიმის ერთ-ერთ კარიბჭეს დამასკოს კარიბჭე ქვია, იმიტომ რომ იქიდან გამოვიდა, რომ წასულიყო დამასკოში, რომ ქრისტიანთა დევნა აღესრულებინა. განსაცდელი შეემთხვია მათთვის და გზაში უფლის ხმა გაიგონა. საულ, რად მდევნიო? საული ერქვა ისრაელის პირველი მეფის სახელი. და მერე პავლე გახდა. აი ღვთის ხმა რო გაიგონა, ნათელმა დააბრმავა, რომელიც იხილა უფლის ნათელმა. და ღვთის ხმა რო გაიგონა, შეიცვალა მისი ცხოვრება, მისი აზროვნება, მისი ფიქრები. რა სიტყვა უფალო უთხრა? უფალმა უთხრა, წადი დამასკოში და იგეთყვი რას ვითხოვ. და 3 დღე არც უჭამია და არც დაულევია. სინანულში და განცდაში იყო, უფლის ნათლისაგან დაბრმავებული. აი უცებრო ბნელა და ძლიერი სინათლე ანთო თვალს დაგიბნელდება ადამიანს. აი ამ ნათელმა დააბრმავა და რომ მოინათლა თვალი აეხილა, მაგრამ აი საწერტელივით ჰქონდა, ესე იგი ეკალივით სულში და სხეულში, რომ მთელი ცხოვრება თვალები დაწყლიანებული ჰქონდა. თვალის დავადება დარჩა. სუცრემს იწმენდავდაო. ეს უძლურება დარჩა მას. და ეს მდევნელი ადამიანი მეორე განმანათლებლად იქცა ეკლესიისაო, ეს ამოვენ მამები მაცხოვრის ქრისტეს შემდეგო. საოცარი ეპისტოლეები აქვს დაწერილი, ღრმა ეპისტოლეები, კონკრეტულ ეკლესიებს წერდა ეს დიდებული მოციქული. დიდი განსაცდელები გადაიარა, ხან ქვით ჩაქოლეს, ხან გაშოვდეს, არგნითო, ჯოხით მცემესო, გემიდამე მთქაო. ზღვაში იყო ერთ დღე და ამე 1000 ცილის წამება, 1000 შეჭირვება გაიარა, შინ თუ გარე, ჩინაურთან თუ გარეულთან. საოცარი სიმძიმეები, ჯოჯოხეთი გაიარა დედამიწაზე. ყველა ცოდვას თავის საზღაური აქვს. ამიტომ ძალიან გავფრთხილდეთ. მოციქულებმა რამდენი რამ გადაიტანეს, რომ თავიანთი შეცდომა გამოესწორებინათ. თხოვე უფალსო, სამჯეროდ არ მომისმინაო. თავი დაიმდაბლა და აღიარა. არ მომისმინაო, არ მისცა კურნება. დაუტოვა ეს კივილი სულში, მოციქულ პავლეს და სხეულში. აი როგორია. საოცარი იყვნენ ეს ორი მოციქული. ერთხელ ასეთი რამ მოხდა, რომ მოციქულ პეტრე წარმართებთან ჭამდა და იუდევლები მოვიდნენ ახალმოქცეულ წარმართებთან და
იუდევლები და წარმართები ერთად არ შეჭამდნენ პურს და პეტრე მოციქულმა ადამიანური სისუსტე გამოიჩინა და მათ გამო მოერიდა წარმართებს და პავლე მოციქულმა ამხილა, შერისხა, ესე რატო გააკეთეო, არასწორიაო. ქრისტეში აღარ არის წარმართი, აღარ არის აზნაურობა, ყველა ერი თანასწორია, ვინც ქრისტეს ეკუთვნის. და ყველა დაბადებული თანასწორია და პეტრე მოციქული კი არ გაბოროტდა და კი არ დაუპირისპირდა. ეხლა შენიშნა რომ ვინმეს მისე, შენ სიცხსა და ხორცს, შენ სულიერ შვილს, ან ხორციელ შვილს, გაუბოროტდება გული. მოციქული სახალხოთ ამხილა, არასწორად მოიქეციო და სიყვარული და სიმდაბლით მიიღო და გამოასწორა. აი ესეთნი იყვნენ. უშოცდომო წმინდანები კი არ არიან, თავიდანვე წმინდანებად კი არ დაიბადნენ. შეცდომები ჰქონდათ ცხოვრების გზაზე. თვით მოციქულობაშიც კი ადამიანია, მაგრამ ამაში არ რჩებოდნენ. გამოასწორებდნენ ხოლმე, მოინანიებდნენ ხოლმე. პეტრე სახია დაცემული ადამიანს, რომელიც დაეცემა, ისევ აღდგება. პავლე მოციქული გვაჩვენებს, რომ შეიძლება ადამიანი უდიდეს ცოდვაში იყოს, მაგრამ წმინდანობამდე ავიდეს. თავისი სინანულია მთავარი. უბედურება ცოდვა არ არის, ცოდვაში გარჩენაა, თორე არ არის კაცი ცხონდეს და არა სცოდოს. ყველა ადამიანს აქვს ცოდვა. და ეს ერთი უბრალო მეთევზე იყო და მისი გული, მისი გონება სულისა, საოცარი რწმენით და სიყვარულით იყო აღსავსე უფლისა. მეორე მდევნელი იყო და ღვთისხმარო გაიგონა, ამ ხმას გაყვა, ამ ხმას და ამ ხმის პატრონს ემსახურა, შესწირა თავის ცხოვრება და ერთი რომში ჯვარს აცვეს, თავდაყირა აცვეს პეტრე მოციქული ჯვარს და რატომ? მან ითხოვა, რომ მე ისე ვერ ვეცმევი ჯვარს, როგორც ჩემი მოძღვარი, ჩემი ღმერთი განკაცებული აცვეს ჯვარსო და ვერ ვიკადრებო მსგავსად ჯვარს მაცვან და თავდაყირა აცვეს ჯვარს და ამბობენ, ერთ დროს აღესრულენ ერთ წელს და ერთ დღეს მოციქული პეტრე და პავლე. და ასე აღესრულა მოციქული პეტრე ჯვარცმული ქრისტესთვის. პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს. რახან რომის მოქალაქე იყო, რომის მოქალაქეებს ჯვარს არ აცმევდნენ და რო ჩამოვარდა თავი მისი მოკვეთილი, ამბობენ, სამკურნალო წყალი ამოვიდა იქიდანო. აი ესეთი სასწაული იყო მათი აღზრდა. თევზის დამჭერი იყო და სიკვდილისთვის იჭერდა თევზს, სიცოცხლეს წაიღებს თევზისას, მეთევზური არა მებადური. და ეხლა ხალხთა მებადური გახდა მოციქული პეტრე და სიცოცხლის მიმცემი, საუკუნო სიცოცხლის. და აი ამ მარხვის ღვაწლით, რომელიც თქვენი ტვირთეთ, პეტრე მოციქულისა და პავლე მოციქულის შუამდგომლობით შეგვიწყალოს უფალმა, ჩვენა და საქართველო და საქრისტიანო და ყველა დაბადებული. ვიტევება ცოდვათა მივიღოთ ჩვენს. გვახსოვდეს, რომ უფალი არავის არ უარყოფს. ყველას ადგილია ეკლესიაში. ცოდვილის, შეცდომილის, განათლებულის, გაუნათლებლის, ჩინიანის და უჩინოს. ყველას ადგილია. უფალს ყველა უყვარს. უფლისთვის ყველა თანასწორია, ღვთის ხატება და მსგავსება. ერთი მოციქული იყო და პირველივე დღეებიდანვე გაყვა უფალს. მეორე მდევნელი იყო და მერე აედევნა უფალს, მისი ხმარო გაიგონა და გვირგვინი გახდა მოციქულთა, გვირგვინი. შეგვეწიოს მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე სულის ხსნასა და გადარჩენის გზაზე, მრავალს დაესწარით თქვენა და სრულიად საქართველო გაიხარეთ, იდღეგრძელეთ, წყალობა გაგატანოთ ღმერთს. თავნი მოციქულთა ნივადიდნენ, ნათობნი ხოვლისა სოფლისანი პეტრე ყდესი მტკიცისა პავლე პირი ქრისტესი და მოძღვარი წარმართა. რათა ოხითა მათ მოვიღო ჩენდობა ცოდვათა. თავნი მოციქულთა ნივადიდნენ, ნათობნი ხოვლისა სოფლისანი პეტრე ყდესი მტკიცისა პავლე პირი ქრისტესი და მოძღვარი წარმართა.
რათა ოხით ამართა მოვიღოთ ჩვენ დორმა სოდავად. სიმტკიცენი და ღვთისმეტყვენი გადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი უბალო. იზიარენ გასასვენებელსა კეთილთა შენთასა. რამე თუ შრომანი მათნი და სიკვდინი მითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპთა და შესაწირავთასა. ხოლო რომელმა ნუწყი დაფარული გულთანი დიდებ თქვენ ყოვლად გებულნო მოციქულნო ქრისტესნო პეტრე და პავლე და პატივცეთ წმინდა სახსენება სათქვენსა. რამე თუ ყოველი ერი სწავლითა თქვენითა განათდა და ყოველი კიდენი ქვეყანისანი ქრისტეს მიერ მოაქციენით. Shoo